ერთიანი ეროვნული გამოცდა ფიზიკაში 2018 წელი ამოცანა ნომერი 8. ნახატზე გამოსახულია X ღერძზე მოძრავი სხეულის სიჩქარის გეგმილის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი. იპოვეთ სხეულის მიერ დროის 1 წამ 5 წამ შუალედში გავლილი მანძილი. კი ბატონო, ესე იგი 1 წამიდან სად არის 1 წამი? 1 წამი არის აგერ აქ და 5 წამის შესაბამისი არის აი აქ. ეხლა არ არის ეს ამოცანა რთულად გასაკეთებელი თუ გავიხსენებთ ერთ ფაქტს, რომ თვითონ თუ ჩვენ გვაქვს მოცემული სიჩქარის დამოკიდებულება, სიჩქარის x-ფენების დამოკიდებულება ამ შემთხვევაში დროზე, ამ ფუნქციის ქვეშ, ამ დამოკიდებულების ქვეშ მოქცეული ფიგურის ფართობი დაკავშირებული არის გავლილ მანძილთან. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია 1-დან 3 წამამდე დავთვალოთ, მოდით აი ეს ფართობი, რომელიც წარმოადგენს 1-დან 3 წამამდე გავლილ მანძილს ამ სხეულის მიერ. Რა ისტორია იქნება ახლა ამის ფართობი? მართკუთხა სამკუთხედია, ფუძე არის 2-ჯერ 8 ნახევარი. ესე იგი, S-ი ტოლია, 2-ჯერ 8 ნახევარი არის 8, ამას დამატებული და კიდევ უნდა გვჭირდება ჩვენ აი ამ მართკუთხედის ფართობსაც თუ წავუმატებთ ახლა მაგას, გამოგვივა 2-ჯერ 8 16, ხო? 16. და ჯამში გამოგვდის 24 მეტრი. ესე იგი, ვასკვნით აქედან რომ გავლილი მანძილი 1 წამიდან 5 წამ შუალედში ტოლი ყოფილა 24 მეტრის. აი ეს კი პასუხი არის G.